გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღუაშვილი ვარ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და მხარდამჭერების კავშირები რუსეთთან საარქივო მასალა მათ ეგრეთ წოდებულ პროდასავლურობის იმიჯს ანგრევს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია, საქსტატის მონაცემები გამოქვეყნდა. ევრობიუროკრატიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია თავად შეაჩერა, ახლა კი ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. გაკეთებული განცხადებების ერთ-ერთი ავტორი მარტა კოსია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინაც გაიმეორა, რომ შეჩერება მოხდა მათი ავტორობით, დღეს კი საკუთარ გზავნილს ეწინააღმდეგება. მეგინ არსავიძე გაგვაცნობს დეტალებს. ევრობიუროკრატების არათანმიმდევრული განცხადებები იქამდე მივიდა, რომ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. მეტიც ამბობენ, რომ მიდგომები და დღის წესრიგი საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს, რათა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი განაგრძოს. ამ გზავნილით კი მარტა კოსი წარსულში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან აწინააღმდეგობაში, როცა აღიარა, რომ პროცესი ევროპულმა საბჭომ შეაჩერა და არა საქართველოს ხელისუფლებამ. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ქართული რეჟიმი პოზიციას შეიცვლის და სტრატეგიას გადახედავს, სად არის საქართველო. დღეს კონკრეტულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტ სიბრძვიან და მეტი წვრილი შეაქვთ ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებსა და მთავრობას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უფრო მეტი და უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, როდესაც ვუყურებთ შავ ზღვას და ამის გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის წინსვლის შეჩერება, რომ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილებაა, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის პაվել ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილი წერილიც ადასტურებს. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ ევროპულ ღირებულებებს დროა თავად ევრობიუროკრატები დაუბრუნდნენ. საქართველოს გაწევრების პროცესი, რომ ევროკავშირმა შეაჩერა, ამის აღიარება დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუწიათ, სწორედ იმ დროს, როცა ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობდნენ. ამ აღიარებით კიდევ ერთხელ მოაშკარავეს მათივე ცრუ კამპანია, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. თუ რომელიმე მხარე ამ შეთანხმებას არ ღვევს, მაშინ შესაბამისად ირღვევა ეს შეთანხმება და იმ მხარეს, რომელსაც ეს შეთანხმება არ დაურღვევია, აქვს უფლება, რომ ეს შეთანხმება შეაჩეროს. ის, რომ საქართველოს შეაჩერა ევროინტეგრაცია, ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ქართულ ოცნებას. გადაწყვეტილება მანამდე მიღებული იყო სხვა კუთხით. თუ კონკრეტული ნაბიჯები გადაითქმებოდა და არ მოხდებოდა მაგალითად პოლიტიკური დევნილების გაგრძელება, არ მოხდებოდა რუსული კანონების მიღება, მაშინ გაგრძელდებოდა პროცესი. ევროპულ გზას და ევროპულ ღირებულებებს პირველ რიგში უნდა დაუბრუნდეს ევროჩინოვნიკები და ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. სინამდვილეში საქართველოს არც ერთი წამით და არც ერთი ნაბიჯით საქართველოს არ დაშორებია ევროპული განვითარების გზას. სწორედ ევროჩინოვნიკების და არაფორმალური მმართველობის მხრიდან საქართველოს ზეწოლის ფონზე იყო პრაქტიკულად იქვე ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან შეეჩერებინათ შემდგომი პროცესი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო კურსი, რომელსაც ვახორციელებთ და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 2030 წლისთვის ყველა კანდიდატ სახელმწიფოსთან შედარებით საქართველოს იქნება ყველაზე მსად ევროკავშირში გასასვლელიანად. ის ემსახურება კონკრეტულ მიზანს, რომ ქართული ოცნება, რომელიც საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესს ატარებს, რამენაირად დააზიანოს, ამიტომ ყველა მის მიერ გაკეთებული განცხადება, რა თქმა უნდა, მიემართება ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ მარტა კოსის, სხვათა და სხვათა ინტერესებში მყოფი პოლიტიკა არ გაატარა ქართულმა ოცნებამ, რითიც ჩაუვარდათ ნაცარში კოვზი იმ ომის და გლობალური ომის პოლიტიკის წარმართვაში, რომელსაც ასე ნათლად ვხედავთ, რომ ისინი აწარმოებენ უკრაინაში. ევროკავშირის არაერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საქართველოს გაწევრების პროცესი 2024 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ შეაჩერა. ეს მეგინ არსავიძე იყო.
ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი პროდასავლელია, ამ სათაურით ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც ასახულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და მხარდამჭერების კავშირები და ინტერესები რუსეთთან. ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი პროდასავლელია, უკვე დროა ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ. Все россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими намерениями, делают бизнес, будет очень приветствовать. Уезжайте вы. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი, გამსხვილი ბრუნვა. ის რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე თუ ამას ეს მოყვება მეც ვიდრე დღეს შოულობს ეს ნიშნავს რომ ეს არის კარგი ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში თუნდაც ვაჭრობის კუთხით ნებისმიერ ამის შეუძლებლად შემოიტანონ ანუ ფულით შეუძლებლად შემოიტანონ თვითონაც შეუძლებლად შემოიტანონ პროდუქციაც შეუძლებლად მომსახურებად ნებისმიერ ამეთ ჩვენსკენ უპრობლემოდ შემოდის ჩვენ გვაქვს თავისუფალი რეჟიმი პრობლემა არის იქით ამ ხრიდან და თუ იქით ამ ხრიდანაც იქნება ანალოგიური ეს იქნება მომგები როგორც ჩვენთვის ისე რუსეთის ბაზრისთვისაც აი ეს არის ახალი რუსეთი რომელთანაც აუცილებლად შეძლებს მეგობრობაში ყველაზე ძლიერი დიპლომატი ვინ არის, ვისთანაც ქონიათ ურთიერთობა, ვინც დაგამახსოვრდათ. ლავროვი. აი ზოგადად დიპლომატი კომენტაროდ და უსიტყვოდ ლავროვი. საქართველოში მოღვაწე სახელმწიფო კომპანია როგორც არის VTB ბანკი, ისეთივე როგორც არის RAO-ი და ასე შემდეგ ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ ფულის ასე ვთქვათ სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი. Люба Успенская დამიჯდა რომ დამიწყა თავისი მივხვდი რა არის რუსი რესპონდენტი გახსნილი თავისუფალი. სულ სხვანაირია, იმიტომ რომ რუსეთში ცხოვრობს სხვა გალაქტიკა, სხვა მასშტაბები. არის რამდენიმე სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს თქვენი. და манит карусель. манит карусель. ერαν გასტურაშვილი, რომელიც იყო მიხალკოვის შვილის ქორწილში. ბევრი იყო რუსეთიდან ჩამოსული. კი, ბევრი ხალხი იყო, ხა ნათესაობები ამ ნაძას ნათესაობა. ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავაკეთეთ იმისაც, რომ რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ჩამოსვლით, საქართველოს მოგზაურობით, საქართველოს туризмით, საქართველოს инвестирებით. 11 июня в московском клубе А2 концерт Нино Катамадзе и группы Inside. Сейчас. Спасибо большое. ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე და გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები პირდაპირ ეთერში ანუკი ჩხიკვაძე გვიერთდება. ეს ვიდეო არქივი ყველაზე კარგად ასახავს იმ პოლიტიკურ ბუნებას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს და იმ მიზნებს და ინტერესებს, რომელიც ამ პარტიას რუსეთთან მიმართებით ჰქონდა. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ეს მიდგომები არც ახლა შეცვლილა, რის კარგ მაგალითადაც ელენე ხოშტარიას ანგარიშზე ჩარიცხული რუბლები გამოდგება, რომლის გამართლებასაც ხოშტარია სრულად უარგუმენტოდ ცდილობს სახელმწიფო გუნდისთვის ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებას მიაკრას პრორუსის იარლიკი, მაშინ როდესაც მათი ბელადი ოკუპანტებს საზღვართან ხელგაშლილი ღვინით ხელში ხვდებოდა და მაშინ როდესაც სწორედ მათი ხელისუფლების პერიოდში გადაეცათ სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიები ოკუპანტს პოლიტიკური უტიფრობის კარგი გამოხატულება. 2008 წლის ომი ახალი დასრულებული იყო მაშინ როდესაც მაშინელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთს გადასცა პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტი საქართველოში. დღეს როდესაც პრაქტიკულად საქართველოს მშვიდობის პოლიტიკით ცდილობს და აღწევს კიდეც იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არის მაღალ საფეხურზე, ჩვენ პირიქით ხედავთ პრაქტიკულად ოკუპანტის საქმის მკეთებელი ადამიანების მხრიდან, სწორედ ჩვენსკენ, ქართული ოცნებისკენ თითის გამოშვერას, ეს
ბუნებრივია არ გამოუვათ. ნაციონალური მოძრაობა არის სრული ფარსი. ფარსია ის, რომ ისინი პროდასავლური პარტია არის და ფარსია ის, რომ ისინი რუსეთს ებრძვიან, იმიტომ რომ 2008 წლის ომის შემდგომაც ჩვენ ვიცით მათი გულმხურვალე პოლიტიკა რუსეთის მიმართ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბედნიერი ხვდებოდა რუს ტურისტებს, მათ შორის ლიაკა ხოშტარია, რომელიც რუსეთთან ფინანსდება და ყველა ის გაკეთებული განცხადება, რომელთაც მათ შორის ზურაგ ჯაფარიძე და სხვები, რომლებიც ამართლებდნენ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და როდესაც ქვეყანამ უზარმაზარი ზიანი მიიღო, როგორც ეკონომიკური, პირველ რიგში მორალური ზიანი, როგორც პრომო ბიჭი ისე ხდებოდა სააკაშვილი რუსეთის საზღვართან, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში თითქოს ისე არაფერი მომხდარა. ნაციონალურ მოძრაობას არა მარტო წარსულში ქონა რუსეთთან კავშირები და მის სპეცსამსახურებთან, არამედ დღესაც აქვს და ამათ სხვათა შორის არც უარყოფენ ამ ყველაფერს. ერთ-ერთი მათგანი დღემდე იღებს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან თანხებს და არც უმალავს ამას და უბრალოდ ცდილობს რომ აამართლოს ხოლმე, რომ რატომღაც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლები რო ირიცხება, თურმე ამის გამართლება შესაძლებელია, რომელსაც მე იყენებენ, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რადიკალები ყველაფერ განსხვავებულს და ყველაფერს, რაც მათ გემოვნებაში არჯდება, ხშირად მოიხსენიებენ როგორც რუსულს და ცდილობენ, რომ ამ ეპითეტით დაამცირონ, თუმცა ამ დროს მათ ავიწყდებათ მათი პოლიტიკური წარსული, როდესაც სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე მჭიდრო კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან და სწორედ მათი ლიდერი იყო ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნიდან მოიწვევდა სტუმრებს და მათ შორის საზღვართან ღვინით ხელში ხვდებოდა. პირდაპირ ეთერში ანუკი შხიკვაძე საუბრობდა. საქართველოს წინააღმდეგ კამპანია საერთაშორისო მედიაში გამოცემების ჩამონათვალი და სტატიები ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გამოაქვეყნა. წილოსანი ფარას დოკუმენტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კონკრეტული სტატიები კავშირშია ნაციონალური მოძრაობის მიერ გადახდილ თანხასთან. ლობიზმში თანხას ვუხდით იმიტომ, რომ საქართველოს არ დაკარგოს კონტაქტი პოლიტიკურ საზოგადოებასთან ამერიკაში და საქართველოს საკითხები და პრობლემები იყოს აქტუალური ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში. ალბათ არაერთი სტატიის ხმაურიანი სათაური მოგხვედრია თვალში, რომელიც საქართველოს აკრიტიკებს და ევროკავშირის და ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკაში ადანაშაულებს. ეს არის ის უცხოური მედია გამოცემები, რომელიც როგორც აღმოჩნდა ფარას დოკუმენტებით ნაციონალურ მოძრაობასთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათ შორის სწორედ ის მილიონამდე ლარი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ დახარჯა საქართველოს წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში, მათ შორის აი ამ საკმაოდ ცნობილ უცხოურ მედია საშუალებებსაც მიემართება. ამიტომ თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება, სამწუხაროდ ამ გავლენიან და საკმაოდ მაღალ რეპუტაციულ და რეიტინგულ მედია გამოცემებში ნაციონალური მოძრაობის შეკვეთილი ცრუ ნარატივებია. შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც რა თქმა უნდა ადგილობრივი რადიკალები, ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები მათ მიერ დაფინანსებული ზოგიერთი ევროპული თუ ამერიკული მედია მონაწილეობას იღებდა და იღებს. ეს არის უკვე გამოაშკარავებული სწორედ იმ გამჭვირვალეების საკანონმდებლო სივრციდან გამომდინარე, რაც შეერთებულ შტატებში ფარას სახელით არის ცნობილი, ჩვენთვის არის კარგად გასაგები, რომ ამ გზაზე, რომელსაც ქვია საქართველოს ზეწოლა, ჩვენი საზოგადოებაზე ძალმომრეობა, მონაწილეობას იღებენ გარკვეული არაფორმალური გავლენების მქონე ძალები მსოფლიოში იგივე დიპსტეიტი და რა თქმა უნდა მათი ხელის ბიჭები, ასე დავარქმევდი, ის ძალები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მათთან აფილირებული ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების სახით არის ცნობილი. ოპოზიციაში ყველაფერი კარგად არ არის. ამას თავად ოპოზიცია ამბობს. გიორგი კაპანაძემ სტატუსი გამოაქვეყნა და წერს, რომ აუცილებელია დისკუსია. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს, რადგან უარეს ვითარებაში არ აღმოჩნდნენ.
არ იქნება დამაჯერებელი იმის თქმა, რომ ოპოზიციაში ყველაფერი კარგად არის. ოპოზიციაში ყველაფერი კარგად არ არის. ნაციონალურ მოძრაობას საუბრობდა პირველში ამაზე, ყოველთვის ვიყავთ ერთიანობის ინიციატორების, მომხრეების, თუმცა ბევრი პრობლემა არსებობდა ოპოზიციაში ხარ ათუნა ხა ამას ლაპარაკობ. ეს არის იმ მრუდე დეგრადირებული დღის წესრიგის დამსახურება, რაც მათ საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით გააჩნიათ, როგორ სურთ რევოლუციებით ხელისუფლების ხელში ჩაგდება და რევანში, როგორ არაფრად დაგიდებენ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მოცემულობას. ეს არის წაგების ფიასკოს შედეგი, ის გააზრება, რომ პრაქტიკულად არანაირი შანსი რადიკალურ საქართველოში არ აქვს და უკვე ერთმანეთის მიმართ აქვთ ეს აგრესია, რომელსაც გამოხატავენ. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. ეს პროცესი ეხებოდა 12 ბრალდებულს, მათ შორის მარიამ მეყანწიშვილსა და ნინა სანდერს. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. 13 იანვარს გაგრძელდება პროცესი უკვე მტკიცებულებების გამოკვლევით. Deep State-ის გეგმა და ყალბი ბრძოლა არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. შათირიშვილმა დაწერა, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ბრძოლა Deep State-თან ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმული სპექტაკლია. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა, იყო განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დაიწყებოდა რეალური ბრძოლა ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ. სიტყვების მიღმა თითქოს ახალი ადმინისტრაციის ქმედებებიც გარკვეული იმედის საფუძველს იძლეოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ჯერ ამხილეს, ხოლო შემდეგ დაფინანსება დაუხურეს და საქმიანობა შეუჩერეს ისეთ ფონდებს, როგორებიცაა USAID, NEDI და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, თუმცა სამწუხაროდ მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა Deep State-ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მოქმედების ფორმებსა და მექანიზმებს, რაც საზოგადოებისთვის საშკარად და მიუღებელი გახდა, სახე უცვალონ. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და სხვა ჩინოვნიკების რიტორიკა არაფორმალური გავლენების დანგრევის აუცილებლობისკენ იყო მიმართული, თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე მათ დაესახელებინოთ რომელიმე გავლენიანი ოჯახის გვარი, დაესახელებინოთ BlackRock და Vanguard, კორპორაციები, რომლებიც ფლობენ უდიდეს აქტივებს და აერთიანებენ ამერიკის მთლიან სიმდიდრეს. თუ გახსენდებათ, რომ ოდესმე თუნდაც განცხადების დონეზე ეხსენებინათ Deep State-თან არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან მებრძოლ ადმინისტრაციას, რომელიმე რეალური ოლიგარქის დინასტია. ვერ გაიხსენებთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. USAID, NEDI, George Soros-ის სპეცსამსახურები, შუარგოლის მენეჯერები, როდესაც მოქმედი ადმინისტრაცია Deep State-ს არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას უტევს, ძირითადად ამ სინდიკატს ახსენებს, მაგრამ საზოგადოება სულედი არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ ფონდებიც, ხელოვნურად შექმნილი ბიზნესმენებიც და შუარგოლის მენეჯერებიც სპეცსამსახურებში მხოლოდ შემსრულებლები არიან. მათ უკან კი სწორედ 10-15 ოლიგარქიული ოჯახი დგას, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას. უხეშად რომ ვთქვათ, აყროლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწყებული ტერმინები, ევროპული და ამერიკული Deep State, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერი წყვილია, არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემი ერხსენებული 10-15 ოჯახი ასეულობით წლებია ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ ახლა რებრენდინგის გეგმას საწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ. კარგად გახსოვთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში და შემდგომ რამდენიმე თვე დონალდ ტრამპი ხმალამოღებული ებრძოდა LGBT იდეოლოგიას. იმუქრებოდა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა და დაისჯებოდა ყველა მის ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პოპულარიზაციასა და დანერგვაში მონაწილეობდა. ის აუცილებლად. იცით, რამდენიმე წლის წინ რა მოხდა? იცით, რა არ გააშუქა არც ლიბერალურმა და არც კონსერვატიულმა ამერიკულმა მედიამ. რესპუბლიკური პარტიის კვოტით დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირ სქესიანი პირების ქორწინების გაუქმების არჩევანი. ამის პარალელურად სწორედ ტრამპი იყო ის ადამიანი, რომელიც წინა საარჩევნო კამპანიის დროს პირობას აძლევდა ამერიკელ ხალხს, რომ მკაცრად დასჯიდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელს უწყობდნენ სხვადასხვა მეთოდით სქესის შეცვლის ოპერაციებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ამერიკაში ყოველწლიურად 10,000 ადამიანი იცვლის სქესს ქირურგიული ჩარებით.
მიხედვით. ხოლო ამის მიღმა არაოფიციალური სტატისტიკა მინიმუმ 3-მაგია. ეს ოპერაციები ჩაატარეს კონკრეტულმა ექიმებმა, კონკრეტულ კლინიკებში დააფინანსეს კონკრეტულმა ფონდებმა და ამ პროცესს პროპაგანდას უწევდა კონკრეტული მედია საშუალებები. გინახავთ ვინმე დასჯილი. გინახავთ ეს თემა ტრამპის დღის წესრიგში. გინახავთ რომელიმე ექიმი განსასჯელის სკამზე. ცხადია არა. ეს თემაც ისევე ჩახსნა ტრამპმა დღის წესრიგიდან, როგორც ბევრი სხვა დაპირება Deep State-ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლაში. ამ საკითხების მიღმა გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად წყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოპს მათივე ეროვნების გავლენიანი პირი ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის BlackRock-ის მმართველი ლარი ფინგი შეუერთდა. ანუ რა გამოდის? არაფორმალური მმართველობის უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს. ამიტომ მინდა მიმართო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელ Deep State-ს არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას ებრძვის. ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუარგოლის მენეჯერებს, ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს, წინა პრეზიდენტს, ეს ხომ სასაცილოა, ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს. ცალკე ანალიზის თემა ის მოვლენები, რაც დღეს ევროპის და ევროკავშირის გარშემო ვითარდება. ბევრჯერ მithქვავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცინიზმია ის, რა განცხადებებსაც ვისმენთ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ევროპის შესახებ. დემოკრატია აღარ არსებობს. ევროპის ეკონომიკა ინგრევა, მიგრანტები ანადგურებენ ევროპას. ევროკავშირში დიქტატურაა. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ეს განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა, ჯეი ვენსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საგამათო არც ერთი მოსაზრება არ არის, მაგრამ მთავარ კითხვას ყველა გაურბის. ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ევროკავშირი? მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით აგენტურული მთავრობები მინიმუმ 17 წელიან მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას. და სწორედ ახლა თავიანთი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანით და წვრილფეხა აგენტებზე სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მეთაურებსა და ევროკავშირის აგენტურულ ხელმძღვანელობაზე გადაბრალებით, მათ სისრულეში მოჰყავთ გეგმის შემდეგი ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა, ქვეყანათა შორის არსებული ეკონომიკური კავშირების საბოლოოდ გათიშვა და გაერთიანების გაუქმება უნდა მოხდეს. საბოლოოდ ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებული, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაშინ, როდესაც უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან და ამაზე თვალის დახუჯვა უკვე შეუძლებელი იქნება, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი დღეს 15%-ის ფარგლებში მერყეობს და ცხადია ესეც Deep State-ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ დალაგებული გეგმის ნაწილია, ვეღარ აიღებენ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ქვეყნის მართვაზე. ისინი მიმდინარე პროცესებით სრულად იძარცვებიან მინიმალური ლეგიტიმაციისგან, ამიტომ დღის წესრიგში დადგება არსებული ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სისტემის სახელმწიფოს ინსტიტუციის სრულად გაუქმების და ახალი მოდელის დაფუძნების საკითხი. ახალი მოდელი კი იქნება კორპორაციული მმართველობა. ჩემი გათვლებით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს მოდელი საცდელად ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება. ხალხს ეტყვიან, რომ პოლიტიკამ და ზოგადად არჩევნებმა ამოწურა საკუთარი თავი. კორპორაციული მმართველობა კი იქნება სასიამოვნო სიახლე საცდელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ცხადია, იმ ერთ ქვეყანაში ყველაფერი იმდენად სწრაფად გამოსწორდება, იმდენად მალე დაიძლევა კრიზისი, რომ დაშლილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა იქით მოითხოვს მოდელის დუბლირებას მათ ქვეყნებში. ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი დაკანონება. ისინი უკვე არა პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურის ხელით, არამედ დანიშნული მენეჯერებით მომართავენ ქვეყნებს. კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღაზევებენ LGBT პროპაგანდას, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით განავრცობენ ფსევდოლიბერალურ იდეებს და ადამიანს გადააქცევენ სრულიად უუფლებო, არჩევნებ წართმეულ და უფლება აყრილ არსებად, რომელსაც აღარ ექნება არც იდეოლოგია, არც რწმენა, არც ოჯახის სიყვარული და არც იდენტობა. კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი. რაც ყველაზე ტრაგიკულია LGBT პროპაგანდის შედეგად, ადამიანთა უბედესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი გენდერული იდენტობის საფარქვეშ ცხოვრების გაუღბერთებული წესი ნორმად დაკანონდება.
ვითარება. ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ დიდ ძალას დავუპირისპიროთ არის სიმართლე. არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, რომ საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები, რაზეც საუკუნეები ადგას არა მხოლოდ ქართველი, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია. განათლების და ჯანდაცვის ხარჯ-ეფექტიანობით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 36 პოზიციაზე, ევროპის საუკეთესო 20-ში კი მე-14 ადგილზეა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. მონაცემები ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ანგარიში ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს. საუკეთესო 20-ში საქართველოს მოხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რამდენად მნიშვნელოვან, სწორ და პასუხისმგებლიან პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ჯანდაცვა და განათლება არის ის ძირითადი მიმართულებები და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ამ ობიექტურმა შეფასებამ გააკეთა ანალიზი და ჩვენ ხედავთ, რომ ქვეყნის მიერ ბიუჯეტში გაწერილი თითეული ლარი არის ეფექტიანად გაწერილი და ის ემსახურება თითეული მოსახლის კეთილდღეობას. ნიშნულოვანი ხარჯ-ეფექტიანობა, რაც გაგვაჩნია ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით, კიდევ ერთხელ მივიღეთ ევროპის და მსოფლიო აღიარება. კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ოპოზიციურ ფლანგს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ყოველდღიურად მუშაობს იმისა, რათა ყველა მონაცემი, სადაც გვაქვს და რაც დაასახა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ნამდვილად მიღწევადი იქნება სულ მალე 2030 წლისთვის და ვიქნებით ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საუკეთესო მაჩვენებლების ქვეყანა. კვლევა, რომელიც ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, მნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ საბიუჯეტო პოლიტიკა და პოლიტიკა, რომელსაც ეწევა საქართველოს სოციალური მიმართულებით, განათლების, ჯანდაცვის, განვითარების კუთხით არის სამაგალითო სანიმუშო და საქართველოს ააგრძელებს ძლიერ განვითარებას მსოფლიოში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $23 მილიონ მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა 10.1%-ით, იმპორტი კი 9.3%-ით. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტის მოცულობა გაზრდილია 10%-ით და 6 მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, სახეზე გვაქვს 9.3%-იანი და აღნიშნული მაჩვენებელი 16 მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს უდოლდება. ასევე დაახლოებით აქედან გამომდინარე 9.5%-ით გაიზარდა ბრუნვის მოცულობა. წარმატებული გამოდგა ნოემბერი საქართველოს საგარეო ვაჭრობისათვის, დაფიქსირდა თვის აბსოლუტური რეკორდი ექსპორტის თვალსაზრისით $782 მილიონ გადააჭარბა ექსპორტმა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი, არც ერთ წელს, არც ერთ თვეში არ ყოფილა ასეთი მაღალი მაჩვენებელი და საქართველოს აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს ექსპორტის ზრდას. ექსპორტის მსგავსი ტიპის ზრდა დაკავშირებულია იმ სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის და ზოგადად კერძო სექტორის მხარდაჭერისკენ, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს მთავრობა აფართოვებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დამთვალიერებელთა რაოდენობა 12%-ით გაზრდილია. 11 თვის მონაცემებით რეკორდული 1.014.653 ტურისტი აღირიცხა. ყველაზე მეტი სტუმარი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს. გაზრდილია უცხოელი ტურისტების რაოდენობაც. ჩვენი სააგენტოს ამოცანა არის ეკოტურიზმის განვითარება. ამ კუთხით ჩვენ ვაწყობთ შესაბამის ინფრასტრუქტურას. მაგალითად, წელს თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საპიკნიკე სივრცეები, ვიზიტორთა ცენტრები, შესაბამისი საპარკინგე სივრცეები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაც შეუძლებთ ტურისტების ნაკადების მიღებას და მათ კომფორტულად, ასე ვთქვათ, დაუხვდებით. მომავალშიც დაცულ ტერიტორიების სააგენტო ფიქრობს, რომ განავითაროს ეკოტურიზმი, მაგალითად, ჩვენ ვაარსებთ 7 ახალ ტერიტორიას და აქაც შესაბამისი მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შესრულდა რეისებით 166 მგზავრმა ისარგებლა. ყაზახური ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით იფრენს. გაიმართა საინაუგურაციო ღონისძიება. საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლას ამ დროისთვის 3 ავიაკომპანია ასრულებს. მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება შიმკენტი დაემატა. ყაზახური ავიაკომპანია სკატი შიმკენტიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს. ყაზახეთიდან ეს უკვე მესამე მიმართულებაა თბილისის მიმართულებით. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, 10%-იანი მგზავრთა ნაკადი ფიქსირდება გასული ანალოგიურ წელთან შედარებით ყაზახეთიდან. ხოლო წელს 11 თვის მონაცემებით 300,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურეთ საქართველოს ყველა აეროპორტში ერთად აღებული. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნდება და მომავალ წელს უფრო მგზავრთა ნაკადი და ტურისტული ნაკადი გვექნება საქართველოში. ყაზახეთი არის საქართველოს მეგობარი, დიდი მეგობარი ქვეყანა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ეკონომიკური თვალსაზრისით, სატრანსპორტო ლოჯისტიკური თვალსაზრისით ეს ქვეყანა ძალიან დიდ როლს თამაშობს, მნიშვნელოვანი ქვეყანა არის შუა დერეფნისთვის და ჩვენ მასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ და გვიხარია, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება და ეს მესამე მიმართულება ამის დასტური არის. დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში ამ თემაზე ჯანდაცვის კომიტეტისა და ხალხის ძალის ინიციატივით პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრა გაიმართა. მომხსენებლებმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მოქმედ დემოგრაფიულ გამოწვევებზე და ილაპარაკეს იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომელიც ამ გამოწვევის საპასუხოდ უნდა განხორციელდეს. მოისმინეს ახალგაზრდების ხედვებიც. ბოლო წლებია მკვეთრად მოიკლო შობადობამ ჩვენს ქვეყანაში, ამავე დროს მიდის გლობალური პროცესები, რაც ემიგრაცია, მიგრაციასთან არის დაკავშირებული. დასრულდა 2024 წლის ჩვენი ქვეყნის აღწერა და ვიცით და გავაანალიზეთ თუ რა სტატისტიკური მონაცემები გვაქვს ქვეყანაში. ახალგაზრდების მიერ წერტილოვანი რეკომენდაციები, ესე ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის, რათა ეს საკითხები ერთად განვიხილოთ და ჩვენი დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში იყოს უსაფრთხო და მოსახლეობის მატებაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანი იყო დისკუსია, მათგან მოსმენა თუ როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, რა არის იმ ძირითადი გამოწვევები, რასაც ისინი აწყდებიან, მათი გადმოსახედიდან როგორ ხედავენ ქვეყნის პოლიტიკას დემოგრაფიულ განვითარებასთან. ძალიან საინტერესო დისკუსია წარიმართა და მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციებით ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანაში გაცილებით უფრო უკეთესი გაუმჯობესებული პაკეტები შევქმნათ იმისათვის, რომ დემოგრაფია აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის გამოწვევა. განვიხილეთ მიგრაციული პროცესების ნეგატიური განვითარების შედეგები, ასევე მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის დინამიკა, გარდაუვალი დაბალი შობადობის რეჟიმი, რაში საქართველოს დღეს არსებობს. გავაცანით განხორციელებული პროექტები და დავგეგმეთ შემდეგი აუცილებელი განსახორციელებელი საკითხები. აჭარის კულტურის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრები გაიმართა 3 ქალაქის მერებთან. განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების, ასევე გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ელისო ბოლქვაძე შეხვდა სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. 3 მილიონამდე ეთნოქართველი ცხოვრობს თურქეთში, სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბურსას რეგიონში და არსებობს ძალიან დიდი კავშირები, არსებობს როგორც ემოციური კავშირები, ისევე კულტურული კავშირები და ამ კავშირებს უნდა გაღვივება და მე ვფიქრობ, რომ აჭარის რეგიონი სწორედ კულტურის სამინისტრო მოწოდებულია იმისათვის, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოს ეთნოქართველების, ასე ვთქვათ, უფრო მეტ დაინტერესებას. ეს ბოლო ინფორმაცია იყო. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.